ჩემს დღევანდელ პრეზენტაციას ქვია სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 20 წლის, მინიმუმ 20 წლის ოცნება სწორედ საქართველოს ინტეგრაცია არის ევროკავშირში. მე მინდა საზოგადოებას გავახსენო პირველ რიგში, რომ ყველა ხელშესახები ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით გადაიდგა, საქართველოს მთავრობების მიერ პირველ რიგში ეს იყო ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ. შევახსენებთ საზოგადოებას რამდენიმე ბატონ ზაჰორკას განსაკუთრებით რამდენიმე ამის ფაქტს ეს არ არის შეფასება ეს არის ფაქტი პირველი ეს არის 2014 წელს დადებული ასოცირების შეთანხმება რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იქნა ეს არის 2017 წელს ვიზის გამარტივების შესახებ გადაწყვეტილება და აი ამ გადაწყვეტილებისათვის ყველაფრის გაკეთება იმისთვის რომ ეს მიღწეულიყო უვიზო მიმოსვლას გულისხმობ ეს არის 2019 წელს კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერი, რომელსაც ოპოზიციამ, რომელსაც თქვენ ახლა პროევროპულს უწოდებთ, არ დაუჭირა მხარი 78 მუხლს, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს არჩევანი ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ნატოში ინტეგრაცია. ეს არის 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის დაყენება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია თუ რას გულისხმობენ, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ შეცვალა პროდასავლური კურსი. სწორედ ჩემი დღევანდელი პრეზენტაციით მინდა ფაქტებით და სამართლებრივი დასაბუთებით წარმოგიდგინოთ ის საკითხები, რაც გაჟღერებული იქნა წინა პრეზენტატორის მიერ და შეგვიძლია, რა თქმა უნდა, პრეზენტაციის შემდეგ ამაზე დისკუსია გავაკეთოთ. მოდი დავუბრუნდეთ სამართლებრივ საკითხს, რომელიც გულისხმობს იყოს თუ შეიძლება დიახ, რომელიც გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანების თემას. შევხედოთ, ეს არის Treaty on the European Union, ევროკავშირის შესახებ სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის კონსტიტუცია ევროკავშირის, როგორც ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, მსგავსი კონსტიტუციური, ესე იგი, სახის სადამფუძნებლო დოკუმენტი, რომლის 59 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, როგორც ეს არის მეორე მუხლში ასახული, ამ შეთანხმების მეორე მუხლში ასახული, შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მოდი შევხედოთ მეორე მუხლს. რა იგულისხმება ევროპულ ღირებულებებში, რომლების შესახებაც ამ ბოლო დროს და ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ასე ინტენსიურად გვესმით ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების და ბიუროკრატებისაგან, მოდი ესე ვთქვათ, პირველ რიგში ეს ევროპული ღირებულებები მეორე მუხლის მიხედვით არის ადამიანის ღირსების დაცვა, თავისუფლების დაცვა, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და უმცირესობების დაცვა, ხო? აი ეს ჩამონათვალი არის სწორედ ის ევროპული ღირებულებები, რომელზეც უნდა მოახდინოს სახელმწიფომ კონცენტრირება, უნდა შეძლოს ის, რომ ეს დაცვის მექანიზმები გააძლიეროს ამ მიმართულების იმისთვის, რომ ევროპული ღირებულებები შესრულდეს. ეს არ არის სხვა სახის ღონისძიებები, როგორც მაგალითად ჩვენ გვესმის ევროპარლამენტის რეზოლუციებში სააკაშვილის ასე ვთქვათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. იმ სააკაშვილისა, რომლის პატიმრობის კანონიერება ფაქტიურად სტრასბურგის სასამართლომ აღიარა, თქვა, რომ მის მიმართ ადამიანის უფლებები არ ირღვევა, როდესაც ის არის ციხეში და რომელმაც საკუთარი განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში უკან გამოიტანა მის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით იმ სააკაშვილისა, რომლის დანაშაულები სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით გირგვლიანი საქმეზე და სხვა საქმეებზე არის დამტკიცებული. ამიტომ სრულად ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან რა არის ნამდვილი ევროპული ღირებულება და რა არის ის, რასაც
თუნდაც ევროპარლამენტი ამ შემთხვევაში მოუწოდებს საქართველოს მაგალითად სააკაშვილის განთავისუფლების მხრივ ან მოუწოდებს მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მხრივ. მე მგონი ნებისმიერ ევროპარლამენტარს უნდა ესმოდეს კარგად, რომ საქართველო, რომელიც არ წარმოადგენს ნატოს წევრ ქვეყანას და 20 წელიწადია უკვე დგას ნატოს ღია კარში, არ აქვს არანაირი უსაფრთხოების გარანტია, რომლის ტერიტორია 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, არ შეუძლია ამ სახელმწიფოს დააწესოს ისეთი სანქციები, რომელიც კონტრპროდუქტიული იქნება, მისთვის იქნება დამაზიანებელი და არა რუსეთისთვის და შესაბამისად მე მგონია ეს ისეთი მარტივი თემაა, რომლის ასე იგი მიხვედრას კვანტური ფიზიკის ცოდნა ნამდვილად არ სჭირდება. ხო, შესაბამისად, მოთხოვნა რუსეთისათვის სანქციების დაწესების თაობაზე არ არის ეს ევროპული ღირებულებისთვის დამახასიათებელი. პირიქით, ევროპის პირველი და უპირველესი მოვალეობა მისი კონსტიტუციის მიხედვით ეს არის მშვიდობის დაცვა საერთაშორისო არენაზე, მისთვის მშვიდობის ხელშეწყობა. სწორედ ეს უწერიათ მათ საგარეო აქტორის როლის განსაზღვრისას, რომ ევროკავშირი საკუთარ თავს ხედავს როგორც მშვიდობის უზრუნველმყოფ და მშვიდობის ხელშემწყობ სუბიექტს და არა როგორც ახალი კონფლიქტებისა და ესკალაციების, ასე ვთქვათ, წყაროს. შესაბამისად, მე ვთხოვდი ნებისმიერ პირს, რომელიც ხმამაღალ განცხადებებს ააკეთებს საქართველოს რუსულ თუ რაღაც სხვა სახის ნარატივებთან დაკავშირებით, საკუთარ კონსტიტუციაში კარგად ჩაიხედოს და ნახოს თვითონ ევროკავშირის როლის შესახებ საერთაშორისო დონეზე და ხომ არ არღვევს ის საერთაშორისო დონეზე სწორედ მშვიდობის დანაწესს იმ გზით, რომ ის მოუწოდებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გაურკვეველი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მოკლედ, ეს პირველი სლაიდი შეეხო შინაარსობრივ მხარეს, რომელიც ზუსტად ევროპულ ღირებულებებს გულისხმობს. ჩვენ შეგვიძლია სამი კატეგორია ვთქვათ, აი ამ ჩამონათვლიდან, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის დემოკრატიის დაცვა და ეს არის კანონის უზენაესობის დაცვა. გარდა ამ ჩანაწერისა, რომელიც ევროკავშირში წევრობისთვის არის საჭირო, 1993 წელს შემოღებული იქნა კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც დღემდე ასევე ხდება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოების შეფასება. აი ამ კოპენჰაგენის კრიტერიუმების სამი ძირითადი კატეგორია შეიძლება გამოვყოთ, შეგიძლიათ იხილოთ. პირველი კატეგორია ეს არის რეალურად ესე იგი ინსტიტუციების სტაბილურობა, რომელიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვას და პატივისცემას შეეხება. ეს არის პირველი კატეგორია, რომელთაც ფასდება სახელმწიფო რამდენად დემოკრატიულია და სწორედ იმ ღირებულებებში, რომლებიც მეორე მუხლში არის ჩამოთვლილი, რამდენად ითვალისწინებს ამ ღირებულებებს. მეორე კატეგორია ეს არის ფუნქციონირებადი ბაზარი, ეკონომიკა, რამდენად ფუნქციონირებადია მისი ეკონომიკა. რა თქმა უნდა, მე ჩემი სამართლებრივი, ასე ვთქვათ, შეფასების კომპონენტში ვერ შევეხები ეკონომიკურ საკითხებს, მაგრამ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, რომ ეკონომიკური და ფუნქციონირებადი ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველო კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით თავი რომ დავანებოთ უკრაინას მისი საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე მოლდოვასთან მიმართებაში შეგვიძლია ვნახოთ როგორი ეკონომიკა აქვთ, რა ესე იგი როგორი ზრდადი ტენდენცია ხასიათდება და რა ასე ვთქვათ პოზიტიური ცვლილებები არის ამასთან დაკავშირებით. და მესამე კრიტერიუმი ეს არის უნარი, რომ აიღოს წევრობის ვალდებულებები და შეასრულოს ძირითადად ევროკავშირის აკი კომუნიტარი, ანუ ეს არის მთლიანი ევროკავშირის საკავშირო ბაზის გადმოტანა და ჰარმონიზება გააკეთოს ამ სახელმწიფომ. ხო? ეს აკი კომუნიტარის გადმოტანასთან მიმართებაში არის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაახლოება არ გულისხმობს რუსეთთან სანქციების დაწესებას და არც სააკაშვილის განთავისუფლებას. ეს გულისხმობს პირველ რიგში საკანონმდებლო დაახლოებას და მინდა გითხრათ, რომ საკანონმდებლო დაახლოების დღის წესრიგი
სტრატეგი და სამოქმედო გეგმა გათვალისწინებულია სწორედ ასოცირების შეთანხმებაში. მაშინ, როდესაც ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს პრემიერმა შეაჩერა გაწევრიანება, ეს არის რბილად რომ ვთქვათ, არასწორი გადმოცემა ამ იდეის. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს პრემიერმა თავის 8 თუ 9 წუთიან განაცხადი სრულიად ზედმიწევნით და სრულიად გასაგებად თქვა, რომ საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირში და ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, რომ ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ და რომ ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებულია ზუსტად ყველა ის ვალდებულება, რაც აუცილებელია გაწევრიანებისთვის საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. როდესაც მაგის ხო არ დავაჩქაროთ ცოტა დროში ვართ. ხარ გადავიდეთ ჩემს. კი ბატონო, 5 წუთი, ანუ მე მჭირდება ნამდვილად რომ ვისაუბრო ამ და შემდეგ გამოსვლელი გადის მერე და მოხდეს დროს და მე შეგვიძლია დავუბრუნდეთ ისე დებატების. კი ბატონო, მოკლედ რაც მინდა ვთქვა, ეს კრიტერიუმები უნდა იყოს აუცილებლად ესე ვთქვათ, დაფუძნებული დამსახურებაზე. მოდი შევხედოთ რეალურად წინა გამომცემელი საუბრობდა ავტორიტარულ სახელმწიფოზე. მე გუშინ მოვიძიე მსოფლიოს Justice Project, World Justice Project-ის Rule of Law Index-ი, კანონის უზენაესობის ინდექსი. თქვენ ხედავთ, რომ აქ არის მონიშნული რეგიონი აღმოსავლეთ ევროპა და თქვენ შეგიძლიათ ამ ინდექსის მიხედვით შეხედოთ მთლიანად ინდექსის მიხედვით საქართველო იმყოფება პირველ ადგილზე და ხედავთ სად არის კოსოვო, სად არის მოლდოვა, რომელთანაც ევროკავშირს აქვს გახსნილი უკვე მოლაპარაკებები, სად არის ჩრდილოეთ მაკედონია მე-6 პოზიციაზე, სად არის ბოსნია-ჰერცეგოვინა მე-7 პოზიციაზე, სად არის უკრაინა მე-9 პოზიციაზე, სად არის სერბეთი მე-11 პოზიციაზე, რომელთანაც ასევე გახსნილი არის ხო მოლაპარაკებები. ეს არის მთლიანი შეფასება. ასევე შემდეგი, ასე ვთქვათ, სლაიდი თუ შეიძლება სოსო რადგან სწრაფად უნდა გავიაროთ. შემდეგი ეს არის მთავრობის ძალაუფლებებზე, ასე ვთქვათ, შეზღუდვის თვალსაზრისით. საქართველოს მე-4 პოზიცია უკავია და მოლდოვას ჩამორჩება 0.01, ასე ვთქვათ, ქულით. ხოლო საქართველოს შემდეგ მოდის ის კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირისა, როგორიც არის ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, სერბეთი და ასე შემდეგ, რომლებთანაც არის გახსნილი ასევე მოლაპარაკებები. შემდეგი სლაიდი ეს არის კორუფციის არ არსებობა. საქართველო არის პირველ ადგილზე 0.77 მეასედი ქულით. ხედავთ და აქვე შეგიძლიათ ნახოთ კორუფციის თვალსაზრისით უკრაინა მე-14-ზე, მოლდოვა მე-12-ზე, სხვა კანდიდატ ქვეყნებს თავი რომ დავანებოთ, ხო? შემდეგი თუ შეიძლება ეს არის ღია ესე იგი მართველობა, ღია მთავრობა და აქაც საქართველო არის პირველ პოზიციაზე და შემდეგ მოსდევს მას მოლდოვა, უკრაინა და ასე შემდეგ. შემდეგ ძირითადი უფლებები, fundamental rights. აქ საქართველო არის მე-5 ადგილზე, მოლდოვა არის მე-3 ადგილზე, თუმცა უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბია, ალბანეთი, ყველა ეს კანდიდატი სახელმწიფოები, რომლებთანაც ასევე გახსნილი არის მოლაპარაკებები, არიან საქართველოს ჩამორჩებიან საქართველოს ამ მონაცემებში, ხო? შეგიძლიათ თქვენ თვითონაც, რადგან არა გვაქვს ისა, ანუ ხედავთ აქ არის რეგულირების აღსრულების საკითხი, რამდენად ეფექტურად აღასრულებს საქართველო აქაც პირველ ადგილზეა, სამოქალაქო ესე იგი მართლმსაჯულება, კრიმინალური მართლმსაჯულება, შემდეგი სლაიდები შეგიძლიათ გადაშალოთ, აქაც საქართველო არის ერთ-ერთი წამყვან ადგილზე. ეს რას გულისხმობს? ეს პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს შეფასება მსოფლიო
World Justice Project-ის ეს შეფასება სწორედ ერთი თვის წინ გამოქვეყნდა და ეს არ არის ძველი შეფასება, ეს არის 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს თუ არ ვცდებით ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული შეფასება და იმისათვის რომ დაუშვათ ეს ნდობის საკითხიც არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არის ის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი დამფინანსებელი და მხარდაჭერი სწორედ ევროპის კომისია არის. მე აღარ ჩავთვალე საჭირო სხვა მაჩვენებლების მოყვანა, რომელიც თვითონ ევროპის კომისიას აქვს გამოქვეყნებული საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს ღია ბიუჯეტი არის, ღია ბიუჯეტის მიხედვით საქართველო არის პირველ ადგილზე, ესე იგი ძლიერი ინსტიტუციებით არის პირველ ადგილზე, ატლანტიკური საბჭოს მიერ მონაცემებით საქართველო არის 51 ქვეყანას შორის ერთ-ერთი, რომელიც არის თავისუფალი, როგორც თავისუფალი კატეგორიის ქვეყანა და ამ 51 ქვეყანაში მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ერთი კანდიდატი სახელმწიფო არ მოიაზრება. შესაბამისად, მე ეს ინფორმაცია და ეს ფაქტები წარმოადგინე იმისთვის, რომ ჩვენმა წინა გამომცემელმა რაღაც გაურკვეველ ავტორიტარულ სახელმწიფოზე ისაუბრა და ჩემთვის არის ძალიან გასაკვირი, როდესაც ავტორიტარული სახელმწიფო ასეთ ინდექსებს აჩვენებს საერთაშორისო დონეზე ობიექტური შეფასებების თვალსაზრისით და ასევე ძალიან საინტერესოა ჩემთვის რომ რატომღაც ის ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც 2012 წლამდე იყო და ბატონს ძალიან კარგად მოიხსენებოდა ამის შესახებ, დღეს რატომღაც პროდასავლური მანტიით არის შემოსილი. და ჩვენ ვიცით, რომ დღეს ოპოზიცია დაკომპლექტებულია სწორედ იმ სახელმწიფო და ჩინოვნიკებისგან, რომლებიც სწორედ 2012 წლამდე ემსახურებოდნენ ამ ქვეყანას.